დღეს წითელი პარასკევია. ეს არის დღე, როდესაც სამყაროს შემოქმედმა თავად იტვირთა ტანჯვა, რათა საკუთარი ქმნილება ადამიანი მარადიული სიკვდილისგან ეხსნა. გოლგოთაზე გაღებული ეს მსხვერპლი არ არის მხოლოდ შორეული წარსულის ამბავი. ეს არის ცოცხალი შეხსენება იმისა, რომ ყველაზე დიდ სიმნელეშიც კი არსებობს იმედი და გადარჩენა. ყველაფერი საიდუმლო სერობით დაიწყო, სადაც პირველად აღესრულა ზიარების საიდუმლო. იუდა იჯდა მოწაფეებს შორის, იღებდა პურსა და ღვინოს, ეზიარებოდა, მაგრამ მის გულში მადლიერება არ იყო. მან მადლობის თქმაც კი ვერ შეძლო იმ სიკეთისთვის, რასაც უფლისგან იღებდა. ამ უმადურობამ დააბრმავა მისი სული და 30 ვერცხლად გაყიდა სამყაროსა და ყოველი სულიერის შემქმნელი. იუდას ტრაგედია მხოლოდ მისი ღალატი არ არის, არამედ ისიც, რომ მან ვერ იპოვა საკუთარ თავში სინანულის ძალა. მას რომ მოენანიებინა, იესო აუცილებლად აპატიებდა, ისევე როგორც აპატია მთელ სამყაროს, რომელმაც ის ჯვარზე გასაკრავად გაიმეტა. გოლგოთაზე მაცხოვრის გვერდით ორი ავაზაკი იყო ჯვარს გაკრული. მათში მთელი კაცობრიობის ორი არჩევანი აისახა. ერთი მათგანი ბოლომდე გულქვა დარჩა, მეორემ კი ყველაზე კრიტიკულ მომენტში დასისხლიანებულ და ნაწამებ ქრისტეში თავისი შემოქმედი იცნო. ერთი უბრალო სიტყვით მომიხსენე უფალო, ის სამოთხეში შევიდა. ეს არის დასტური იმისა, რომ ქრისტიანობაში არ არსებობს დაცემა, საიდანაც წამოდგომა შეუძლებელია, თუ კი ადამიანს გულწრფელი სინანული გააჩნია. უფალმა ჩვენთვის დაითმინა ყველაფერი, თანაც ჩვენივე ხელით, დამცირება, ფიზიკური ტკივილი და ჯვარცმა. მან ეს ნებაყოფლობით იტვირთა, რათა ჩვენი ცოდვილი ბუნება განეწმინდა. წითელ პარასკევს, როდესაც გარდამოხსნასთან მივდივართ, ჩვენი სულებიც იმ გზას გადიან, რაც მაცხოვარმა გაიარა. ეს დღე გვასწავლის პატიებას, სიმდაბლესა და იმას, რომ სიყვარული სიკვდილზე ძლიერია. იესო ქრისტე ეწამა და აღსრულდა მისი მიწაზე მოვლენების მთავარი მიზანი, კაცობრიობის გამოხსნა. მაგრამ ეს არ არის დასასრული. წითელი პარასკევის მწუხარების მიღმა უკვე ანათებს მკვდრეთით აღდგომის იმედი. უფალმა თავისი მსხვერპლით დაგვიბრუნა დაკარგული სამოთხე და მოგცვა შანსი, რომ ჩვენი სულები მარადიულ ნათელს ეზიარონ. სწორედ ამაშია ქრისტიანობის მთელი მშვენიერება. ღმერთმა თავი გაწირა, რომ ადამიანს კვლავ ეცოცხლა. ამიტომ დღეს, როცა ტაძარში გარდამოხსნასთან მივალთ, ნუ მივალთ მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამო. მივიდეთ მადლიერებით, რადგან რაც არ უნდა შეგვეშალოს ცხოვრებაში, რაც არ უნდა დაგვიმძიმდეს სული, უფალმა უკვე ყველაფერი დაითმინა ჩვენს გადასარჩენად. წითელი პარასკევის მწუხარება იმედიანია, რადგან ვიცით, რომ სიცოცხლემ სიკვდილზე და სიკეთემ ბოროტებაზე გაიმარჯვა. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა, სიკვდილისა დამთგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ.